საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ერთი პირი დააკავა. საუბარია კომერციული მოსყიდვის და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტზე. დაკავებულია კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორი. ხატია ჯამალაშვილი შემოგვიერთდება დეტალებით ახლა ღია ეთერში. ხატია გისმენთ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, სპეციალური ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო უწყებამ ჩაატარა სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები კახეთის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად და დააკავეს ერთი პირი, რომელიც კახეთში ფსიქოდიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. აღნიშნული პირი გამოძიების ინფორმაციით სისტემატიურად გასცემდა ყალბ რეცეპტებს ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად და აღნიშნული რეცეპტების გაცემის ერთადერთი მიზანი იყო ფინანსური სარგებელის მიღება. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული პირი საკუთარ კაბინეტში კახეთის რეგიონში სამუშაო ადგილზე დააკავეს და მას გამოძიება ედავება სწორედ ამ ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გასაღებას. ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პირი არის რამდენიმე დღის წინ დაკავებული, მას ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, ასევე სასამართლომ უკვე იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების შესახებ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა საგამოძიებო უწყება არ ამბობს, აღიარებს თუ არა დაკავებული პირი წარდგენილ ბრალს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს. ბრალდებული დაკავებული იქნა ყალბი რეცეპტის გასაღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მესამე და 262 მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტების გამოვლენა აღკვეთის მიზნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლით მიმდინარეობს. წარდგენილი ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. გმადლობთ ხატია ჯამალაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.